გაბარიგდა მთელი ქვეყანა. ასეთი კომენტარი დამიწერა ადამიანმა. რა ვიცი რა შემიძლია თქვა. ნახეთ. ზოგადად მე SMS-ის ბარიგა ყოველთვის იყო და ითვლებოდა ყველაზე უკანასკნელ ადამიანს. სხვანაირად არ გამოდიოდა, იმიტომ რომ როგორც ასეთი ბარიგა ითვლება ყიდის ისეთ ნივთიერებებს, რაც სპობს ცხოვრებას, სიცოცხლეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში თქვენ რაც იგულისხმეთ, რომ გაყიდვებს, ვინც გაყიდვებს აწარმოებს, რამის გაყიდვებს, იმათ უწოდეთ ბარიგები, ჩემი ჩათვლით, რაც ეს ძალიან ცუდი შედარებაა და ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მაგრამ მე თქვენ გეტყვით, თქვენ პირადად გაქვთ ურთიერთობა ძალიან ბევრ ბარიგასთან, მაშინ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე. აი აქ ტელეფონი რო გიჭირავთ ხელში, ეგეც ბარიგების დამსახურებაა. თქვენთან, თქვენი ოჯახის წევრი გრიპით გაცივდა, ღმერთმა დაიფაროს რაღაცა ცუდი მოვიდა, რამე ისიც ბარიგებს თქვენ როგორებსაც უწოდებთ ბარიგებს, მე იმ ნამდვილ ბარიგებზე არ ვიძახი რა, თქვენ როგორც გონიათ, იმ ბარიგებს უნდა უმადლოდეთ, რომ იმათმა გახადეს შესაძლებელი, რომ თქვენის წამალი მოიხმაროთ, თქვენმა ახლობლებმა მოიხადონ წამალი. ხო და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, ყველაზე ცუდი. როდესაც ესეთი აზროვნების ხალხი არის ჩვენს გარშემო, ამ დროს თვითონ არ უნდა წინსვლა არაფრის და სხვისი არ უხარიათ. იმ ვიდეოზე, სადაც მე ეგ კომენტარი მივიღე, იქ ხსნი ძალიან მაგარამეს, ვინც ცოტა გარკვეული თუ არის ინტერნეტზე, ზოგადად ცოტა პროგრამირებაა საჭირო, ის აუცილებლად გამოიყენებს. ხო და ეგ კი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და არა მარტო ჩემი, არამედ 70% თუ არა 80% ქართველისა, რომლებიც არიან ამ თუ იმ გაყიდვებში და ასე შემდეგ.